ამბებს. არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს ახალი თაობა, ახალი ინიციატივა. ორგანიზაციის ხმების პარალელური დათვლის შედეგები ასე გამოიყურება. კოალიცია ქართული ოცნება 55.23%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 39.55%, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 1.95%, ლეიბორისტული პარტია 1.24%, ახალი მემარჯვენეები 0.42%, ახალი თაობა, ახალი ინიციატივის სადამკვირვებლო მისია კი მონიტორინგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 500 საარჩევნო ოლქში ახორციელებდა. სადამკვირვებლო მისია 1200 აკრედიტებული დამკვირვებლისგან შედგებოდა. არჩევნების დღისა და შედეგების შეჯამების დაკვირვება კი ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის საფუძველზე განახორციელა. Უსწრული მეთოდით ჩვენ ვამოწმებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ვინაიდან, როგორც მოგახსენებთ, მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება და მოიცავს ოფიციალური ოქმების გადათვლას, ეს ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი პრინციპი არის ის, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მოვიდეს ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ის ოქმები და ის უბნები, რომლებიც ჩვენ დავითვალეთ, გავხადოთ საჯარო და თავად გადაითვალონ შედეგები და მიიღებენ იგივე, ასე ვთქვათ, რაც ჩვენ დღეს წარმოგიდგინეთ.